მოგესალმებით, თქვენი ყოფებით ჰაგრიდსტეჩის YouTube არხზე. მე კი ჰაგრიდი ვარ, რომელსაც ძალიან ბევრი დრონები აქვს, აქ შემოწყობილი და ბედნიერია. დღეს მე ვისაუბრებ თუ რა განსხვავება არის FPV დრონებს შორის. ყველა ზომის დრონი მაქვს თითქმის რაც სტანდარტულად შეიძლება გქონდეს. 3.5 ინჩიანი, 5 ინჩიანი, 7 ინჩიანი, 10 ინჩიანი და 31 მმ-იანი. არ ვიცი რატო ეს მილიმეტრებში, მაგრამ მაინც. მოკლედ დაგგვასაგებად რომ ვთქვათ, ჩემი მიზანი არის გაჩვენოთ, დაგეხსნათ თუ რა განსხვავება არის, რომ როცა ავიყვე ვინმე მკითხავს თუ რა განსხვავება არის, უცებ ამ ვიდეოს მურს ჩაუგდებ, ის ნახავს და იქნება ბედნიერი ისე როგორც მე. ნერვებსაც დავზოგავ და პირდაპირ მოვა ადამიანი ეს მინდა დაადებს ხელს და როცა გინდა ეს უკვე შემიძლია მოგწეს. დავიწყოთ ყველაზე პაწუათი ჰაგრიდს ლაბში. ალბათ დაინახეთ ჩვენი ძალიან მოდური წარწერა ჰაგრიდს ლაბი. ეს არის ლაბორატორია, რომელიც ავაწყე. რა შეგვიძლია ვთქვათ ჩვენს TinyWhoop-ზე. R65 არის ერთ-ერთი ისეთი დრონი, რომელიც დამწყებისთვის ჩემი აზრით ერთ-ერთი საინტერესო შეთავაზება არის. იაფიღირს, გაცილებით რთული არის მისი დამტვრევა და ამასთან ერთად რთული არის სხვა დააზიანო ამ დრონის. რთული არის შეუძლებელი არის თვალშვილო მოარტყა, ალბათ ძალიან დიდი სიჩქარით რომ ვიღაცა დააზიანო. თუმცა ამასთან ერთად გაძლევს ძალიან კარგ შეგრძნებებს რეალური FPV დრონის. პლუსები: დაბალი ფასი, ანუ ბიუჯეტური, კომპაქტური, აქ ჩნდება დიდი ჩანთები, ბატარეები, უზარმაზარი სატენები და ასე შემდეგ. გამძლე. მინუსები: ქარში ვერ იფრენთ. იფრენთ, მაგრამ ნუ ვერ იფრენთ. მაგრამ იფრენთ დრონი. იმისათვის რომ ამ დროინით იფრენოთ, საჭირო არის ასეთი პატარა ბატარეა. ხო, როგორც ხვდებით, ალბათ ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ ძალიან დემოკრატიულ ფასებში. დიახ, დემოკრატია საქართველოში მხოლოდ ჩვენთან შევრჩა. მოგწერეთ და დანარჩენს გაგეხმარებით. შემდეგი ზომის მიხედვით არის 3.5 ინჩი FPV დრონი, რომელსაც შეუძლია ატაროს სრულზომიანი GoPro. მოდი გაჩვენებთ როგორ მაგრდება თან. როდესაც GoPro-ს ამაგრებთ, თქვენ შეგიძლიათ გადაიღოთ ძალიან მაღალი ხარისხის ვიდეოები. აი ვიდეოსაც ნახულობთ უმეტესწილად, ნუ აქამდე მაინც იყო GoPro-თი ან მსგავსი action კამერებით გადაღებული. ნუ რა თქმა უნდა, ასევე არის შესაძლებელი გადაღება ჩაშენებული კამერით, რომელიც ამას არ შეეხება, ეს არის ანალოგური სისტემის FPV დრონები. თუმცა თუ ვიყიდით DJI სისტემას, რომელიც თირკმელად ცოტათი ძვირი იღებს, მაშინ აღარ მოგიწევთ GoPro-ს დამაგრება. თუმცა რა თქმა უნდა, ხარისხი ვერ იქნება ისეთი, როგორც მაგალითად GoPro-ს აქვს. იმისათვის რომ იფრინოთ ამ დრონით, საჭირო არის სხვა ტიპის ბატარეა, ვიდრე მაგალითად ჩვენს პაწუას ჭირდებოდა, რაც ლოგიკურია. ამ შემთხვევაში მე ვიყენებ 4S ბატარეებს, რომელიც იდეალურად მიდის ამ დრონზე, თუმცა ასევე შეგიძლია გამოიყენოთ ჩვეულებრივად 6S ბატარეას. 1500 მAh არის ევადობით და რომელიც კომერციული გადაღებებისას მე პირადად როდესაც რაღაც რეკლამას ვიღებ რაღაცა 6 წუთამდე 7 წუთამდე ყოფნის. ხო, ეს კიდე ცალკე ვიდეო, რაზეც იქნება აუცილებლად ეს არის ბატარეები. ეს არის და ეს ჩვენი დრონი უკვე მუშა მდგომარეობაშია მოყვანილი, თუმცა დრო დაჭირდება იმისათვის, რომ მაგალითად GPS-მა დაიჭიროს საკმარისი სპუტნიკები, რომ შეძლო მისი გამოყენება. ხო, ერთ-ერთი მთავარი პლუსი ამ დრონის ამ შემთხვევაში არის ის, რომ ამ დრონით შეგიძლიათ იფრინოთ შენობებში, რესტორნებში, რაღაცა ობიექტებზე, სამშენებლო ობიექტებზე და ასე შემდეგ. უსაფრთხო არის სხვებისთვის, ამისთვის ლაპარაკი ზედმეტია იქ. როდესაც კომერციულ გადაღებებს ვაკეთებ, ეს დრონი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის, რასაც ვიყენებ. იმიტომ რომ შენობაში შემიძლია ამის ფრენა უსაფრთხოდ სხვებისთვის, რადგანაც აქვს თავისი დამცავი დაქტები. საკმაოდ გამძლე დრონი არის, ხოდაშორის 80 მეტრიდან არის ჩამონავარდნილი და ერთ-ერთი რაც მოვიდა პლასტმასა გაიღუნა. არის იმედია არ მგონია გამოჩნდეს, მაგრამ მაინც საკმაოდ ძლავრი არის იმისათვის რომ ეს GoPro ატაროს და ასევე საკმაოდ დიდი ხანი შეუძლია ფრენა. შემდეგი დრონი არის 5 ინჩიანი. ჩემი პირველი დრონია ხოდაშორის. მოდი ამას გადავდებ. შემდეგი დრონი არის ჩემი 5 ინჩიანი FPV დრონი. ის იყო პირველი, რომელთაც საერთოდ დავიწყე ფრენა. ერთ-ერთი საუკეთესო დრონი არის, რაც კი არის ბაზარზე ჩემი აზრით, თავისი გამძლეობით, თავისი სიმძლავრით, თავისი ყველაფრით, კამერიდან დაწყებული, რა ვიცი, მატორებით დამთავრებული, ყველაფერი ძალიან კარგი ხარისხი არის. გამძლე რაც მთავარია, რაც FPV დრონის შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი არის, მით უმეტეს დამწყები ადამიანისთვის. ეს არის FPV high flight-ის ნაზგული, რომელმაც, რავი, უამრავ დამტვრევას გადაურჩა. 5 ინჩიანი FPV დრონი, ეს არის freestyle-ის ეგრეთ წოდებული FPV დრონი ამ შემთხვევაში, თუმცა რა თქმა უნდა შეიძლება იყოს რბოლის FPV დრონის, მაგრამ ეს კონკრეტულად არის freestyle-ისთვის განკუთვნილი. რას გვაძლევს ეს? მარტივად რო გითხრათ, freestyle-ის დრონი არის უფრო გამძლე ვიდრე ნებისმიერი სხვა. რა მაგარი მფრინავით არ უნდა იყოს, რამდენი წელიც არ უნდა ფრინავდეთ. ყველა ვარიანტში 10-დან 8 შემთხვევაში დაიმტვრევით. იმიტომ რომ რაც უფრო მაგარი მფრინავი ხარ, მით უფრო მეტ რისკზე მიდიხარ. ამიტომ დამტვრევის კოეფიციენტი პირიქით იცვლება ხშირად. ანუ რაც უფრო მაგარი მფრინავი ხარ და გამოცდილი, მით უფრო მეტჯერ იმტვრევი. ის პარადოქსულია, მაგრამ ვაი. როგორც ხედავთ, უკვე ამ შემთხვევაში FPV დრონს არ აქვს დამცავი პლასტმასები, ეგრეთ წოდებული დაქტები, რადგან მას ეს არ
არაფერი შეჭდება საერთოდ, იმიტომ რომ ის დაქტი არ არის გათვლილი იმისთვის, რომ ვაიმე პროპელერი გადავარჩინო. არა, პროპელერი არის ყველაზე იაფიანი, ყველაზე სახარჯი მასალა, რაც კი არის FPV დრონში. 4 პროპელერი, ან 2 წყვილი პროპელერი ღირს რაღაც 10 ლარი, 15 ლარი. შესაბამისად, მათზე ეკონომიას არ აკეთებ. ხოლო უსაფრთხოებისთვის ის დაქტები არის საჭირო, რომ სხვა არ დააზიანო. შესაბამისად, 5 ინჩიანი დრონით და უკვე ისეთი დრონები, რომლებსაც დაქტები არ გააჩნია, ხალხში, შენობებში და მსგავს ადგილებში ფრენა კატეგორიულად აკრძალული არის. FPV community-მ თვითონ გადაწყვიტა და მიხვდა, რთული მსახვედი არ იყო, რომ FPV პილოტები უნდა იყოს პასუხისმგებლიანი ადამიანები. ჩვენ არ გვჭირდება ამის რეგულირება ვინმესგან გარედან და ეს ჩვენთან დავარეგულირებთ, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით არ დავფრინავთ ადამიანების თავზე, არ დავფრინავთ ისეთ ადგილებში, სადაც შეიძლება სხვა დავაზიანოთ, არ დავფრინავთ მაგისტრალების თავზე, ქუჩების თავზე და ასე შემდეგ. რაც შეეხება კიდევ პლუსებს, 5 ინჩიანი არის გამძლე, ბალანსი არის ყველას შორის, რაც დრონებიც არის ჩვენთან ახლა, პატარასა და დიდ შორის, არის საკმაოდ სტაბილური იმისაც, რომ მათ შორის გადაღებები აწარმოო, ასევე შეიძლება GoPro-ზე დაამაგრო. ასევე არის საკმაოდ გამძლე იმისაც, რომ freestyle-ი აწარმოო. და ახლა თუ ძალიან მოინდომებ, შეგიძლია რა თქმა უნდა რბოლა. თუმცა ამ დრონით არა. ეს არ არის FPV დრონი, რომელიც გაკუთვნილია რბოლისთვის. ძალიან მძიმეა მაგისთვის. სარბოლო დრონები ბევრად უფრო ჩატეები არის, პატარები არის, ფოტო გამოვა ახლა ეკრანზე და დაინახავთ თუ როგორ გამოიყურება რბოლების FPV დრონი. როგორც ხვდებით, მე დიდი FPV დრონი, 5 ინჩიანი FPV და 7 ინჩიანი FPV დრონების რბოლები ზედათ არ მომწონს, ამიტომ კარცვერები შეგნით. მინუსებიდან არ შეუძლია დიდი ხანი ფრენა, ნუ ახლა დიდი ხანში რა თქმა უნდა გულისხმობ 15-20 წუთს, რადგან მასზე დიდი ბატარეის დაბმის შემთხვევაში თავისი freestyle ფუნქციები იკარგება. თუმცა ამავდროულად შეგიძლიათ გამოიყენოთ ის როგორც გადასაღები დრონი, კომერციული გადაღება მათ შორის. თუმცა აქვს მაგისთვის ერთი დიდი მინუსი, ეს არის ფრთების ფორმ ფაქტორი, სხივები არის X-ზე. ეს გამძლეობას მატებს, თუმცა გადაღებისას პროპელერები შეიძლება მოხდეს კადრში, რაც არ არის ნამდვილად კარგი იმისათვის, რომ ხარისხიანი კონტენტი ვაწარმოოთ. თუმცა ამ დროსაც არსებობს გამოსავალი, ეგრეთ წოდებული dead cat frame-ი, ეს არის ჩემი 7 ინჩიანი FPV დრონი უკვე და ხედავთ, ეს არის X-ი, ეს არის dead cat-ი. X-ი არის როგორც ხარი გამძლეობის მატებს, ხოლო dead cat-ი უკუდარი გადა. ფრთები აქვს ოდათი უკან გაწეული. შესაბამისად, როდესაც აქ GoPro-ს ვამაგრებ, პროპელერები არ ჩანს გადაღებისას. ეს ძალიან დიდი პლუსი არის მათთვის, ვინც კომერციულ გადაღებას მიაწვება და აწვება და ასე შემდეგ. ახლა კარგი პლუსი არის დამიჯერეთ, იმიტომ რომ ნელა შეგიძლია იფრინო და გადაიღო ყველაფერი, ისე რომ არ მოხდეს არაფერი არც ერთი პროპელერი და ასე შემდეგ კადრში. და ესე ლამაზად გადავედეთ ჩემ 7 ინჩიან FPV დრონზე, რომელიც არის ჩემი long range, პირველი long range დრონი, რომელითაც შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით რაღაც სასწაული რეკორდები არ დამყარებია, თუმცა ჩემი პირადი რეკორდები მაქვს. რა განსხვავება ახლა 7-იანსა და 5 ინჩიანს შორის, პირობითად რომ შევადაროთ, რადგან ყველაზე ახლო არის. 7 ინჩიანი დრონით, როდესაც დაფრინავთ, ბევრად უფრო სტაბილურად დაფრინავთ, ბევრად უფრო მოქნილად დაფრინავთ შორ მანძილებზე და მას შეუძლია უფრო დიდი წონის, ანუ ბატარეის გადატანა. ამ შემთხვევაში, თუ 5 ინჩიან FPV დრონს სჭირდება აი ასეთი ბატარეა, სპეციალური ბატარეა, რომელიც არის 1300 მAh-იანი 6S-ი, 7 ინჩიანზე უკვე შემიძლია ჩემს მიერ აწყობილი ბატარეებით ვიფრინო ძალიან შორს. შემიძლია ჩემი მიერ აწყობილი FPV დრონისთვის 6S-ი 1P, 6S-ი 2P და 6S-ი 3P. ანუ, ხო, ნუ მოკეთ ამ ბატარეებით შეგიძლია იფრინო ბევრად უფრო დიდი ხანი, ბევრად უფრო შორს. ეს არის ლითიუმ-იონური ბატარეები, რომელიც ჩემი აწყობილი არის. ხოლო ეს არის ლითიუმ პოლიმერული ბატარეები, რომლებიც შორის განსხვავება საკმაოდ არის, თუმცა თანამედროვე ლითიუმ-იონურ ბატარეებში, რომლებიც იყიდება ბაზარზე, უკვე საკმაოდ წამოეწია ლითიუმ პოლიმერულებს. პლუსებს შორის კიდევ, როგორც გითხარით, ატვირთამწეობა ბატარეა უფრო მეტი შეუძლია აიღოს ისე რომ არ დაკარგოს ხარისხი ამ ფრენის, თებში გადაღებებისთვის რაღაც საინტერესო ადგილების გადასაღებად ძალიან კარგი დრონი არის. და საბოლოოდ მივადექით სპილოს ჩვენს პატარა ოთახში, თავისი კილო და 300 არის ეს, მეტი თუ არა. ეს არის 10 ინჩიანი FPV დრონი. რა შემიძლია რომ მასზე ვთქვა? მარტივად რო გითხრათ, ეს დრონი არის სუპერ ძალიან შორს ფრენებისთვის განკუთვნილი. მოკეთ საერთო ჯამში ძალიან კარგი დრონი არის, ტესტებისთვის ვიყენებ შორს ფრენებისთვის. საბოლოოდ ალბათ გამოვიყენებ იმისათვის, რომ დავტესტო უშუალოდ სიმძლავრეები, როგორც პულტის, ასევე ვიდეო გადაცემის სხვადასხვა აპარატურებზე. რადგან ასევე ცალკე გვექნება ვიდეო. ხო, რავი, რაც არის განიმის დანიშნულება, ძალიან დიდი ხანი ფრინოს ძალიან შორს. ამიტომ ფეისეთ განსხვავებული GPS ყველაფერი აყენებულია, დანიშნულება მისი სხვა. ხო, ბატარეაც შესაბამისად მისთვის სპეციალურად აწყობილი არის. აქ არის 18 ბატარეა 21.700 ფორმატის და გაერთიანებული არის ერთ ძალიან ძლიერ ბატარეაში, რომელთაც შეგიძლია იფრინო ძალიან შორს. ამ მომენტზე ამ ბატარეის რეკორდი 45 წუთი არის. თუმცა მეტიც შეიძლება. მეტი რა. მოკლედ, იდეაში დღეს ყველაფერი გითხარით, ის იმოყოლაც მინდოდა. უკვე იცით რა განსხვავება არის
ამ დრონებს შორის ზედაპირულად მაინც სიღრმეებში როცა შევალთ იქ უკვე ყველაფერი განსხვავებული არის, მაგალითად არსებობს 5-ინჩიანი FPV დრონი, რომელიც არის რბოლისთვის, 7-ინჩიანი რომელიც არის რბოლისთვის, ასევე 10-ინჩიანი შეიძლება იყოს რბოლისთვის. ასევე არის მცირე დრონები, რომლებიც არის განკუთვნილი ფრისტაილისთვის ან რეისინგისთვის. ზუსტად ეხლა ვაპირებთ უახლოეს მომავალში რეისინგ ლიგის ჩამოყალიბებას საქართველოში, ზუსტად აი ასეთი პატარა დრონებით, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. და თუ რა თქმა უნდა გავითარდება, შემდეგ უფრო დიდ დრონებზეც გადავალთ. 3.5-ინჩიანი დრონი ამ შემთხვევაში ერთ-ერთი საუკეთესო არის კომერციული გადაღებებისთვის, სივრცეში, არა მარტო სივრცეში, ასევე გარეთ. თუმცა როგორც იცით, უბრალოდ დრონით არ შემოიფარგლება ეს ყველაფერი. თუ DJI-ის შემთხვევაში, როდესაც ყიდულობთ დრონს, თქვენ მოგდით როგორც დრონი, ასევე მისი პულტი, უსათვალე მან დაგჭირდება, მაგრამ მაინც ბატარეები და სატენი. FPV დრონის შემთხვევაში ეს ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა იყიდოთ. თუ როგორ უნდა ისწავლოთ ფრენა FPV დრონზე, მაგაზე ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ აი აქ, ახლა გამოჩნდება, ან გადახვიდეთ ჩვენ არხზე და მოძებნოთ იქ თუ როგორ ისწავლოთ FPV დრონით ფრენა პირველი ნაბიჯი. შეჯობით ეგ ვიდეო მაქვს ხოლმე მეორე ნაბიჯი და მესამე ნაბიჯიც მალე იქნება. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოიწონეთ ვიდეო, კომენტარებში დაწერეთ 1-2 სიტყვა შეგვაშორეთ, ან შეგვაქე, შეგიძლიათ, შეგვაქოთ ყველა და დანარჩენი უკვე შემდეგ ვიდეოებში. აბა, შეხვედრამდე. ისა, მოიწე, ვიდეო მოიწონე? არხი გამოიწერე? კომენტარი? არც რა დაწერო? რავი, დაწერო, კაი ბიჭი ვარ. ლამაზთვალების თუ დაგიწერია კომენტარი? დაწერე. ეგ არის. თუ და ხوار მუშაობ. და ბაი. გვიანთ.